მოგესალმებით, მე ვარ სალომე პოპიაშვილი და დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის ChatGPT. კერძოდ მოგიყვებით მის მოკლე ისტორიას. ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების სამყაროში გადატრიალება მოახდინა და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში შემოვიდა. თუმცა სანამ ის ამ შედეგს მიიღებდა, მან გაიარა საკმაოდ გრძელი გზა. იგი შექმნა OpenAI-ს 2015 წელს, რომელიც დაარსა ელონ მასკმა, სემ ოლტმანმა და სხვა ექსპერტებმა. თავდაპირველად 2018 წელს OpenAI-მ პირველად წარადგინა GPT-1. შემდეგ უკვე 2019 წელს გამოვიდა GPT-2, რომელიც პირველზე უფრო დახვეწილი იყო, თუმცა სკეპტიკოსები მაინც ალმაცერად უყურებდნენ. GPT-3 2020 წელს გამოჩნდა. ის იყო გაცილებით გაუმჯობესებული და შეიცავდა 175 მილიარდ პარამეტრს. რის მეშვეობითაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ენის მოდელი, თუმცა ექსპერტები მაინც არ წყალობდნენ. რეალური გარდამტეხი კი 2022 წელს გამოშვებული GPT-3.5 გახდა, რომელმაც სკეპტიკოსები გააჩვმა და რომელიც გაიცნო ყველამ. ამ მოდელის მიზანი იყო ადამიანებთან უფრო ბუნებრივი საუბარი ეწარმოებინა, ტექსტებს წამებში აგენერირებდა, რამაც უამრავი ადამიანი გააოცა და ამავდროულად შეაშინა კიდეც. თუმცა უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო და მისმა შესაძლებლობებმა დღის სინათლე იხილა.